დღეს 10 მაისია გუშინ, შესაბამისად იყო 9 მაისი და მოსკოვში დღევანდელი რუსეთის და ოდინდელი საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე აღნიშნეს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე. აღნიშნეს ისე, როგორც მოახერხეს, როგორც შეძლეს, როგორც შესაძლებელი იყო მრავალი წლის განმავლობაში პირველად აღლომი თუ იმას, რაც ნახეთ აღლომის საერთოდ ეწოდება სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა და ამ არატრადიციული ორიენტაციის მეთქი ასე ვიტყვი, უფრო ზუსტად კი ამ ფეიქ აღლომს ესწრებოდნენ მხოლოდ ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მალაიზიის, ლაოსისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერები აღლუმზე. რა თქმა უნდა იყო პუტინის და ასე აშკარად ალბათ პირველად დაემჩნეოდა ამ დიქტატორს ასაკი ის მოწყენილად, სევდიანად ჩემი აზრით ხოშხოში გამოიყურებოდა, თუმცა როცა სიტყვა წარმოთქვა თავის ყინჩად გრძნობდა. ან უფრო ზუსტი რომ იყო საზოგადოებას აჩვენა რომ ყინჩად გრძნობს თავს, თავის გაიფხნევა და სხვაც გაამხნევა. ნახოთ ვიდეო კონტენტი. Твердо уверен, что наше дело правое. Мы вместе. Победа всегда была и всегда будет за нами. Слава народу-победителю! Слава ветеранам! Слава вооруженным силам России! С праздником вас! С Днем Победы! Ура! ღვარძლის ეთყობა თუ გულახდილები ვიქნებით, პუტინს კიდე სიბერი ეთყობა და კიდე რაღაც გაბოროტება ეთყობა და ასე შემდეგ. სლავა ნაროდუო და ჩვენ ყოველთვის სპეციალურად არ თარგმნეთ, თითქმის კი არ დავადეთ რომ მე მეთარგმნა ასე სახელდახელოდ და ამას ამბობს პუტინი რომ ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიყავითო. ისე ამათ რა უთხარი, შეგვიძლია ათეულობით შემთხვევა გავიხსენოთ რუსეთის ისტორიიდან, როცა რუსეთი სულაც არ გაუმარჯვია ამა თუ იმ ომში. მოკლედ, ასე განჭრეტა რომ შეშლილი ლიდერი თავის ბოლოს წინა 9 მაისო აღლუმს დაესწრო, ალბათ მაინც არ შეიძლება. თუმცა ვინიც ის და ეგებ ასეცა ერთი რამ ცხადია, ის აღარ და ვეღარ ასხივებს გამარჯვებას წლიდან წლამდე, აღლუმიდან აღლუმამდე. აი ეს არ არის მაინც და მაინც 2022 წლის ფოტო ჩემგან ხელმარცხრივ, მაგრამ წლიდან წლამდე, აღლუმიდან აღლუმამდე ის ქრება და ჩამქორალიც არის. 2022 წელს ბევრად რიხიანი იყო ვიდრე 2023-ში შეუდარებლად ბრგერ გამოიყურებოდა, ვიდრე 24-ში, 25-ში კი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა გამარჯვებაზე და ახლა როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე წელიც მიილია და მეტიც, როცა მისი მთავარი მტერი ზელენსკი აყენებს პირობებს, რეჟისორია და ამაზე ვილაპარაკებთ ოდნავ მოგვიანებით და ბოდიშის გარეშე გეტყვით ეკაიფება, როცა SVO ხო კი არა ჩვენი განადგურების ოპერაცია ეს ყველაფერიო რუსეთშიც კი ამბობენ ამას. ეკონომიკა როცა მძიმედ სუნთქავს, იზოლაცია თვალსაჩინოა, როცა სლოვაკეთის ლიდერს საოცარი კადრები იყო. სლოვაკეთის ლიდერს შეხვდა უკვე აღლობის შემდეგ, პიცოს შეხვდა პუტინი, ჩვენ ეს ვიდეო კადრები არ გამოგვიტანია, მაგრამ მაინც შეხვდა და უთხრა შემდეგი რამ. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარავა, არაფერი ინციდენტი არ ყოფილაო. საოცარი სიტყვა. როცა მშვიდად ჩაიარავა ეს თქვა, ახლა უკვე აღარ უნდა გამოვრიცხოთ ან დაყირავება მისი პუტინისა, ოლიგარქების, სამხედრო მანქანის პოლიტიკოსების, კრემლის ტიპების და მერე სიტყვები ამ ლევიტანის ხმით თუნდაც ესეთი внезапно скончался улоднелად გარდა внезапно скончался президент Российской Федерации Владимир Владимирович Путин. თუ ასე მოხდა, ცოტა ხანს იგლოვებენ, რა საკვირველია მოსკოვში, ცოტა ხან 1 თვე 2 თვე 7 თვე არ ვიცი. ცოტა ხანს ესეთ მძიმე მდგომარეობაში იქნებიანო, მძიმე მდგომარეობაში რო არიან, წარმოაჩენენ ასე. თუმცა ალბათ ნებისმიერი მოსული უკვე შემდგომ მას გაემიჯნება, წინამორბედს გაემიჯნება, დაგმობს მასაც სტალინი თქვილა არ არის გამოტანილი და ხრუშოვი და მის მემკვიდრეობასაც რუსეთს ამის გამოცდილება აქვს. 53-ში მოკვდა სტალინი, ხოლო 56-დან სტალინს გაუბედეს და ის დაგმეს. და პუტინი აბა ვინ უგდიათ დიდრონ ბელადთან სტალინთან შედარებით. მოკლედ თუ დრო გვეყო ამაზე კიდე ვისაუბრებთ.
ახლა კი დავსვათ 9 მაისს ერთი და საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვა ჩემი აზრით საბჭოეთმა სხვებთან ერთად გაიმარჯვა 9 მაისს თუ გაიმარჯვა 8-ში. ეს კითხვა თუ გულახდილები ვიქნებით აქტუალური ყოველთვის როდი იყო დამპალი საბჭოეთის დროს იმალებოდა ამბავი რომ რეალურად გერმანიამ კაპიტულაცია 8 მაისს გამოაცხადა. კადრები გადის საღამოს არასრულ 23 საათზე ამ ჩუმჩუმალობას და დამალობას ჰქონდა საფუძვლები წლების ათწლეულების განმავლობაში ვერც ერთი ლიდერი გნებავთ საბჭოეთისა და გნებავთ რუსიისკაია ფედერაციისა ამ მიმართებით მაინც ვერ ბედავდა ბელადი სტალინის ახირების რევიზიას. შესაბამისად საბჭოეთმაო ნაციზმზე 9 მაისს გაიმარჯვაო ამას ამბობდნენ სულ პოსტსტალინისტურ ეპოქაშიც კი აი ხრუშოვიც კი ამბობდა ამას ის ხრუშოვი რომელმაც ამოძირკვა სტალინი ან ეცადა უნდა ვთქვათ რომ თავად დიქტატორი ამ დღეს მხოლოდ კრემლში და შედარებით მოკრძალებით ხდებოდა ხოლო მემკვიდრეებმა აპომპეზურეს ეს 9 მაისი და არც სტალინის მგმობ ხრუშოვს აკითხარით არც ცოტაზე მეტად გამოპრუტუნებულსა და არის ბრეჟნევს ჩემგან ხელმარჯვნივ შუაში მოქცეულებს გორბაჩოვს და ელცინს ლოთ გორბაჩოვს იარა ლოთ ელცინს და ისეთ თამამ შედარებით რა ქვია გორბაჩოვს არ გაუბედავთ ვერ გაბედეს 9 მაისის 8 მაისზე გადმოკეთება არც ფსბ-შნიკ მემკვიდრეს გაუბედავს ეს და ყოველი ახალი აღნიშვნა წინაზე უკეთესი უნდოდა თითოეულ მათგანს რომ გამოსულიყო მათ არც გაბედეს და ვერც გაბედეს თქმა სიმართლისა რომ რეალურად ომში მხოლოდ საბჭოთა კავშირს არ გამოუპოვებია გამარჯვება რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი რომ არა ლენდ-ლიზი თვით გენერალი სიმუსის ასე რომ ამბობენ ხოლმე გენია გამარჯვებას ვერ მოიტანდა მათ არ უთქვამთ ის სიმართლეს რომ სტალინმა ბევრად მეტი ახალგაზრდა წაასხა ომში რაოდენობით ძლია საზარბაზნე ხორცად აქცია რეალურად მილიონები რთული სათქმელია ეს ბევრისთვის უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მაგრამ ასეა და თავარი არ უთქვამთ მათ არ უთქვამთ რომ რეალურად 9-ში კი არა 8-ში დანებდა გერმანია რეალურად 8-ში მოხდა ეს ამბავი და კიდევ ბევრ სიტყვას არ ვამბობ აღლა მიზიმახლა მიზესთა გამო რაც არ თქვეს იმათ ნაწილი მაინც უნდა ვთქვათ ჩვენ მაინც უნდა ვთქვათ და იმიტომ რომ ზოგადად სიმართლეს ჯობს სიყალბეს რაც არ უნდა ძიმე იყოს ის სიმართლე თუმცა მძიმე ან არა სტანდარტული თუმცა მანამდე ანუ ვიდრე ზოგ ამბავს მოგახსენებდეთ ზოგს კვლავ ვიმეორებ და რა ყველას ორიოდე მნიშვნელოვანი რემარკა პირველი კარგად უნდა გავიგოთ რომ ნამდვილი ისტორიის მოთხრობის მიზანი სულაც არაა ომის ცოცხალი ვეტერანებისათვის ან ნიშნის მოგება ან იმის თავს მოხვევა რომ მათ გამარჯვების დღე მაინც და მაინც 24 საათით ადრე 8-ში უნდა აღნიშნონ არამც რაც საკვირველი არა მე მესმის მათი მე ვუფრთხილდები მათ უფრთხილდები მათ და მათაც ვუფრთხილდები ვინც ცოცხალი აღარაა გაგიკვირდებათ და თუმცა სიცოცხლეში სულ 9 მაისებოდათ აც გარდაცვლილებს ცოცხლებს კი რასაკვირველია გული არ უნდა ატკინო რა თქმა უნდა ანუ ცხადია მათთვის გამარჯვების დღე 9 მაისი უნდა დატოვო მაგრამ ერთია მათი პატივისცემა და აუცილებელია მათი პატივისცემა და მეორეა სახელმწიფო პოლიტიკა და ეგრეთ წოდებული მიდგომები ისტორიას არ უნდა აყალბებდეს ხელისუფალი ამამი უნდა იყოს ხელისუფალი რაც არ უნდა მძიმე და სენსიტიური იყოს ეს ისტორია სიმართლეს უნდა ეუბნებოდეს ხელისუფალი რეალურად საზოგადოებას მოკლედ ამ მედალს იმ ხელავე ავერსია აქვს რამ ხელაც არის რევერსი და ამიტომაც საზოგადოების სხვა და უმეტესმა ნაწილმა მაინც სრული ობიექტური სიმართლე უნდა იცოდეს სრული სიმართლე კი რამდენიმე კომპონენტიანია ჩვენთვის და უნდა თქვათ შემდეგი რამდენიმე წინადადება უნდა ვთქვათ რომ რეალურად 1945 წლის 7 მაისს მიაქციეთ ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა მიაქციეთ 7 მაისს რეიმსში 2 საათსა და 41 წუთზე ეიზენჰაუერის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში ხელი მოეწერა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს. ოღონდ დიქტატორი სტალინი
ფრიად უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ კაპიტულაცია ბერლინში არ შედგა გაფორმდა და საბჭოთა მხარეს შედარებით ნაკლები სიმბოლური როლი ჰქონდა იმ პროცესში. მან მოითხოვა, რომ გერმანიის მხარეს კაპიტულაციის აქტზე ხელი მოეწერა მეორე კაპიტულაციის აქტზე ხელი მოეწერა ბერლინში და სწორედ ამიტომ მოგვიანებით 8-9 მაისის ღამეს კაპიტულაციის აქტს მეორედ მოეწერა ხელი. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია. ეს მოხდა 1945 წლის 8 მაისს ცენტრალური ევროპის დროით 22 საათსა და 53 წუთზე. და ეს აქტი კი ძალაში შევიდა ცენტრალური ევროპის დროით 23 საათსა და 01 წუთზე. ანუ მაშინ როცა მოსკოვში უკვე დამდგარი იყო 9 მაისი იყო. კვლავ ვიმეორებ, დამდგარი მოსკოვში კადრები სტალინისა. შესაბამისად სტალინმა დიახაც რომ აიჩემა თუ აიხირა რომ ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს სწორედ 9 მაისი ეს თარიღი აღიარებული ხო. ამ ახირების გამოა რომ საბჭოთა კავშირის პოლიტელი და ზოგადად ელიტები, მათ შორის პოსტსაბჭოთა ეპოქაში იდეოლოგები საბჭოთა ხალხებს ჯიუტად უმტკიცებდნენ და უმტკიცებენ, რომ სამამულო ომი მეორე მსოფლიო ომის ნაწილია, მაგრამ მაგის პასუხია ესეც ვთქვათ, დამთავრდა სწორედ 9 მაისს და მათ ამ ტყუილზე გამოზარდეს თაობები. და ასე გრძელდება დღემდე. ოღონდ სამწუხაროდ არა მხოლოდ რუსეთსა და ასე მაგალითად ბელარუსში, არამედ მაგალითად საქართველოშიც, რომელიც არც ხალხ ისტორიას უნდა მისდევდეს ესეთ და რიგით. და საბჭოთა იდეოლოგია პროპაგანდა მემკვიდრეობას ყოველ მხრივ ადეკვატური რომ იყოს ხელისუფლება პირველ ყოვლისა, ყოველ მხრივ უნდა ემიჯნებოდეს, უპირისპირდებოდეს. ესაა მნიშვნელოვანი ასპექტი, თუმცა არსებობს სხვა ასპექტებიც, რომლებიც ვგონებ ვიდეო რგოლში, რომელიც მოვამზადეთ სახელდახელოდ, საკმაოდ კარგადაა, როგორც ვთქვათ ახლა, ჩაშლილი, განხილული. 9 მაისი არაა ჩვენი დღე, საერთოდ არანაირი დღე, არანაირი თარიღი არა. და რეალურად ჩვენ მას არ უნდა აღვნიშნავდეთ, არ უნდა ზეიმობდეთ. მოკლედ, რეალური ისტორია ამგვარია მესამე რაიხის შეიარაღებულმა დარჩენილმა ძალებმა უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადეს არა 9, არამედ 8 მაისს. 8 მაისს ზუსტად 22 საათსა და 53 წუთზე გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტი ძალაში შევიდა იმავე დღეს ცენტრალური ევროპის დროით 23 საათსა და 1 წუთზე. სტალინმა რაღაცა მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო დამდგარი, აიხირა და მარჯვების დღედ ეს თარიღი დავაფორმოთ 9 მაისიო და უკვე შემდგომი პერიოდიდან გვაზეიმებდნენ კიდეც ამ დღეს. მაგრამ ესეც არა თავარი რეალურად მოკავშირეების ნაციზმზე აუცილებელი გამარჯვება არა საქართველოს ბედნიერების დღე არა იმიტომ რომ ვიმეორებთ ნაციზმი არ უნდა დამარცხებულიყო არა გასაკვირველია უნდა დამარცხებულიყო და განადგურებულიყო მაგრამ ხომ არ გვავიწყდება რომ ეს მაინც იყო რუსების გამარჯვება რუსეთის ომი ქართულგვარიანი სტალინად ქმნილი ჯუხაშვილის ომი რომელმაც ვიდრე 41 წლამდე 20 წლით ადრე გადატელა საქართველოს სახელმწიფო და რომელმაც 700,000 ქართველი წაიხვანა იმ ომში თავის ომში და მინიმუმ 200-250 და ვინც ის და მართლა 300,000 ქართველი დაიღუპა იმ არა საქართველოსთვის ომში. ამ თემაზე არ ანიშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს სრული სიმართლეა და კიდევ სიმართლეა ისიც, რომ პუტლერმა კარიკატურულმა მემკვიდრემ სტალინისა და ჰიტლერისა სათანადოდ ისე როგორც უნდოდა ვერ იზეიმა ომში გამარჯვების 91 წლისთავი. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი უაღრესად სუსტი ქვეყანაა რეალურად და უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე ის მარცხდება მეთოდურად და გარდაუვლად. ვიდრე ეს ვიდეო რგოლი იყო ეთერში, მანამდე მე ფორმულას სოციალური მედიის გვერდი გავხსენი კიდევ ერთხელ და ჩამოვსკროლე და მივსკროლდი შალვა პაპუაშვილამდე.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უწოდებს საკუთარ თავს. ამ ყველაფერზე მართლა არ გამამახვილებდი ყურადღებას, რომ არა გაგიკვირდებათ და სწორედაც რომ პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, რომ უწოდებს საკუთარ თავს, იმ კაცის პაპუაშვილის უადგილო ახმამაღლება ამ თემაზე, ანუ 8 მაისზე, 9 მაისზე და ასე შემდეგ მსჯელობს კარგი, იარა ცუდი ისტორიკოსა, ვისა ისტორიკოსის ავით. იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ნამდვილ ისტორიას უამბობენ, საზოგადოებას პაპუაშვილი ამბობს, კიდე ბევრს ამბობს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. პაპუაშვილი ამბობს, ვინც 9 მაისს არ ცნობს და 8 მაისს აღიარებსო, ერის საინტერესო სხვა იდენტობის შეცვლას ცდილობსო. ამასაც არ სჭირდება და ამატებს, რომ ჩვენი წარსულის მისი საბჭოთა ხასიათის უარყოფა, საბჭოთა ხასიათის და აგრეთვე კომუნიზმ ბოლშევიზმის ფაშიზმთან გათანაბრება არ შეიძლება და კი არ ამთავრებს, მაგრამ გულისხმობს, რომ ეს დანაშაულია. ახლა მე ჩემსაც გეტყვით, ჩემი სუბიექტური აზრით, პაპუაშვილისეული სიგიჟე აზრი, სუბიექტური აზრით, სიგიჟე აზრი, ყველაფერთან ერთად წმინდა რუსული ხაზი იდეოლოგია მესიჯია და მეტიც პირი უჩანს ჩამოყალიბებული არა მის, არამედ ლუბიანკის ფსბ-ს ბნელ რომელიღაც კაბინეტში. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას მისი გაისტორიკოსება პოლიტიკური კარიერის ჩემი მოსაზრებით მაინც დაისწე. მეორე და მთავარი, არც 8 და არც 9 მაისი საერთოდ არაა ჩვენი მარადიული, ვიმეორებ და ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვას, მარადიული იდენტობის ნაწილი, ანუ გაიulis წლები და მომავალ თაობებს ბოდიში და ფეხებზე ეკიდებათ, ბუნებრივად და ეკიდებათ ბჭყალებში დიადის საბჭოეთის გამარჯვება და კიდევ რომ ვწდებოდი, დავუშვათ და ვწდები. და დიდი სამამულო ომის ხსოვნა 100 წლეულებს, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც რომ გასწვდეს, ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი ემყარება ამაში. ერი იდენტობას ვერ დაკარგავს თუ ისტორიულ ფაქტს აღიარებს და ნაციზმზე გამარჯვების დღე და არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს მიიჩნევს და ბოლოს კიდევ ერთი ასპექტი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, გულზე ხელი დაიდეთ თითოეულმა თქვენგანმა და თქვით, არა, სხვაგვარად ვიტყვით, თუ გნებავთ, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, მაგალითად, იცით თუ არა, როდის გაიმართა, მართლა სხვაგვარად ვიტყვი, დაგუგლის გარეშე, იცით თუ არა, შალვა პაპუაშვილმა, მაგალითად, როდის გაიმართა, ვთქვათ, რა დავასახელოთ ახლა და შანქორის ბრძოლა. როგორ გორიათ იცის? დარწმუნებული ვარ, რომ არა, არც მან და არც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, საკუთარი თავი დეპუტატებად რომ საკუთარ თავს დეპუტატებად რომ მიიჩნევენ, მათაც არ იციან. დიახ, არც მას და არც ბევრს არც ახსოვს, არა თუ თარიღი 1 ივნისია. არამედ წელიც და გავბედავ და ვიტყვი ეპოქაც კი. ეს არის მე-12 საუკუნის დასასრული 1195 წელი რომ ვიცოდეთ, მაგრამ კითხვა ამგვარია, ვისაც არ ახსოვს როდის გაიმართა შანქორის ბრძოლა, ხო, იდენტობა დაკარგულია? დაუგუგლავად თქვით, ფასიანის ბრძოლა გახსოვთ? ახსოვს რომელი შალვა პაპუაშვილს ახსოვს? როდის მოხდა, რატომ მოხდა და როგორ მოხდა? თქვენზე არა და პაპუაშვილთან მიმართებაში ასე რომ ამბობენ, რაცხა ეჭვი მეპარება, მე გულახდილად გეტყვით ამაში, ანუ მან არ იცის რომ მე-13 საუკუნის 1203-ან 1202 თუ 1203 წელია. დიახ, ობიექტურადაც ბასიანი, შამქორი თუ მანამდელი მაგალითად დიდგორი კაცილებით მეტადაა იდენტობის ნაწილი. და ამასთანავე ვიტყვი, ბარებ ჩვენი იდენტობა არის ბრძოლა საბჭოთა კავშირთან და თანამედროვე რუსეთთან, ანუ სულ მუდმივი ბრძოლა მათ შორის საბჭოთა კავშირთან. კაცილებით მეტადაა იდენტობის ნაწილი, ვიდრე ასე მაგალითად საბჭოთა კავშირის ომი ნაცისტურ გერმანიასთან. სხვა თუ არაფერი ჩვენი ქვეყნისათვის იბრძოდნენ მაშინ მე-12 თუ მე-13 საუკუნეში, ხო? ჩვენი ქვეყნისათვის იბრძოდნენ დიდგორის შემთხვევაში დავით აღმაშენებელი და შამქორისა თუ ბასიანის შემთხვევაში დავით სოსლანი, მაგრამ თქმა იმისა, ვისაც ეს თარიღები არ ახსოვდა და არ ახსოვს, მას იდენტობა აღარ აქვს, ეს არის დიდზე დიდი შეცდომაც და გავბედავ და ვიტყვი, სისულელე და კიდევ დიდ სამამულო ომად წოდებულში სტალინმა წაასხა ქართველები და ის ქვეყანა დააწვევინა, რომელიც მათი სულაც არ იყო. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ომამდე 20 წლით ადრე ჩვენ დამოუკიდებლობა სწორედ სტალინმა და სხვებმა კიდევ, მაგრამ სტალინმა ორჯერ იგიზემ და სხვებმა წაგვართვეს და წაართვა
სტალინმა იმ ახალგაზრდებსაც ქვეყანა და მოუკიდებლობა, რომელთა მამები ან უფროსი ძმები ამოწყვიტა სტალინმა, მანვე ამოწყვიტა 1921 წელს, რუსეთმა ამოწყვიტა 21 წელს. და რომ არა საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს გაცილებით ნაკლებ მსხვერპლს გაიღებდა 41-45 წლებში, მართლა 300,000 ადამიანი დაგვეყობა, ვიდრე გაიღო 41-45 წლებში, გეცოდინება 300,000-მდე ქართველი დაიღუპა სხვა არა მათი ქვეყნის ომში. ამოვწურავდი ამ თემას და ვიზამ კიდეც ასე, ოღონდ მანამდე ერთი აუდიო ჩანაწერი უნდა მოგასმენინოთ. სტალინის სიტყვები უნდა მოგასმენინოთ. გაგიკვირდებათ და 1945 წლის 9 მაისს წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტია და ძალიან საინტერესოა, ერთ დეტალზე მიგაქცევინებთ ყურადღებას. სუდად კი ისმის, მაგრამ მე უკვე ვიდეოს შემდეგ ვთარგმნი ამ ნაწილს მაინც. Великие жертвы, принесенные нами во имя свободы и независимости нашей Родины, неисчислимые лишения и страдания, пережитые нашим народом в ходе войны, напряженный труд в тылу и на фронте, отданный на алтарь Отечества, не прошли даром и увенчались полной победой над врагом. Вековая борьба славянских народов за свое существование и свою независимость окончилась победой над немецкими захватчиками и немецкой тиранией. უყურეთ, მომესმა, ვეკავაია, ანუ საუკუნო ომიო, ვეკავაია არის საუკუნო. სლავიანსკიხ ნაროდავ, სლავი ხალხის საუკუნო ომი გამარჯვებით დასრულდაო. მე ესე მახსოვს და თქვენც ესე გახსოვთ, რომ 300,000 ქართველიც დაიღუპა. ანუ ეს არ იყო მხოლოდ სლავი რუსების ომი. ეს იყო მათ შორის ქართველების ომი. თუ ასეა, მაინც და რატომ არ ახსენა? და სრულიად უგულებელყოფილია თქვენი წინაპრების წვლილი. თქვენი წინაპრების წვლილი იმ სტალინის მიერ, რომელიც თქვენ მოგწონთ. არც კი უხსენებია, აი ვოჟდს ისინი. მათ შორის არ უხსენებია არც ჩალბა პაპუაშვილის დაღუპული წინაპრის წარმომავლობა. ისიც სლავიანსკი ნაროდის წევრად მიაჩნდა და იმიტომ, ხოლო პაპუაშვილი მისი ვრცელი ეპისტოლეს დასაწყისში ოჯახის წევრზე ნამდვილად საუბრობს, ასე იწყებს, ვკითხულობ. ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს, იყავი ბედნიერი, შენი შვილებით მარგალიტ. 9 მაისამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ფრონტიდან ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი ბოლო აღმოჩნდაო. კარგი სიტყვებია პაპისა და კარგია შალვა პაპუაშვილიც რომ იხსენებს დიდი პაპას. ჩვენ მას დაღუპულ ომში ცხადია მადლობა უნდა გადავუხადოთ ბრძოლისთვისაც, თავდადებისთვისაც და იმ კარგი წერილისთვისაც, რომელიც მან ოჯახის წევრს გამოუგზავნა, მარგალიტს გამოუგზავნა. დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილიც ალბათ არ უარყოფს იმას, რომ აცგარდაცვლილი კაცი, სახელი არ ვიცი, ბევრად უკეთესი მოქალაქე იყო, ვიდრე შემდგომი მისი შთამომავალი, ანუ შალვა პაპუაშვილი. გმადლობთ ყურადღებისათვის. მოსკოვში გამართულ აღლუმზე და უკრაინაზე უნდა ვისაუბრო ახლა, ჯერ კადრები მოსკოვში და არა მხოლოდ მოსკოვში, უბრალოდ მოსკოვში არა, სხვა ქალაქებში როგორც ჩატარდა ეს სასაცილო ეგრეთ წოდებული აღლუმი. ეს ქალბატონები არიან ომში, SVO-ში დაღუპული, ახლა სასაცილოდ მოდიან, ოღონდ SVO-ში დაღუპული მეომრების, რუსი ოკუპანტების მეუღლეები. ესენი ვინ არიან, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს ალბათ უფრო სასაცილოა ვიდრე ის, თუმცა რა გითხრათ საბოლოო ჯამში. მოკლედ, კატასტროფული მდგომარეობაშია რუსი ხალხი მეთქი და ეს ყველაფერი რასაკვირველია რუსეთის ხელისუფლების ბრალი არის და დამსახურება ნაკლებად ბრალი პასუხისმგებლობა. აი ბავშვები რომ გამოიყვანეს და რას აზეიმებენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ეს რასაკვირველია პერსონალურად პუტინის ბრალია. რეალურად 9 მაისი რუსეთისათვის არის პროპაგანდისტვის საჭირო დღე და არა უმეტეს, თუმცა ღიად რომ თქვათ ეროვნული და უფრო კი კრემლის თოლვის და უფრო კანკალის საბაბ მიზეზის დღედაც გარდაიქმნა 9 მაისი იმიტომ რომ რეჟისორმა ზელენსკიმ აღლუმამდე არასრული
4 საათით ადრე პირდაპირ მნიშვნელობით დასცინა ოპონენტ პუტინს. როცა გამოსცა განკარგულება წითელი მოედნის, სიცილს ვერ ფიქავებ მეორე მხრივ, არ დაბომბვის თაობაზე. დიახ, ამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ნაბიჯით დამოუკიდებლად იმის ამოახერხებდა თუ არა უკრაინა იერიშის მიდანაც მოსკოვზე ზელენსკიმ ბევრად ძიმედ დაარტყა რუსეთს მოსკოვს უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს და ეს იყო ესოდენ აუცილებელი ვიტყოდი ასე არნახული დამცირება რუსეთის დიქტატორისა. იმიტომ რომ როდესაც მტერი გეუბნება შეგიძლია აღლობი ჩაატარო არ შეგეხებით ეს ნიშნავს რომ ერთ შენთვის არ ამშვენიერ დღეს თქვათ მომავალი წლის მაისში 9 მაისს ან შუა წლის თქვათ სექტემბრის პირობითად 17-ში მას გაუფრთხილებლად და დაუნდობლად შეუძლია მოულოდნელი იერიშის მოტანა შენზე. ანუ მოსკოვზე, რუსეთზე, რუსეთს ისედაც არ ტყავს. მოსკოვი იგულისხმება და მოსკოვის ცენტრი იგულისხმება. მოსკოვს კი არა, რუსეთს ისედაც უტევს. შესაბამისად, რუსეთი უკვე გახდა ომის რეჟისორის ზელენსკის თამაშის ნაწილი. ხოლო მისი სიძლიერე დაფშვილი და აღარ არსებულია, იმიტომაც რომ წითელი მოედანი, აღლუმი წლების განმავლობაში იყო სამხედრო ძალის თეატრი, დემონსტრირება ხდებოდა სამხედრო ძალისა, ტანკებისა და რაკეტების დემონსტრირებით რუსეთი საკუთარ ძალას ასხივებდა, გვაჩვენებდა, ახლა კი რა ხდება? ახლა სიცარიელეა. იმიტომ რომ სიძლიერის სიმბოლოები, ეს სიმბოლოები გაქრა. უმრავლესობა ამ ტანკების რაც იყო კაცში გამქრალი აფეთქებულია, აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ ფორმა, რომელიც შინაარს ვეღარ იტევს, ანუ დარჩა მდუმარე ქალაქი მოსკოვი, მდუმარე ქალაქი პეტერბურგი. აგრეთვე, რომელიც უნდა ზეიმობდეს მოსკოვი პირველ ყოვლისა და რომელშიც ინტერნეტიც კი გათიშულია. მობილური კავშირი შეზღუდულია, უკვდავი პოლკი, ონლაინ რეჟიმი, სმერტნი პოლკ, ხო? ონლაინ რეჟიმზეა და ეს აღარ არის ზეიმი რეალურად. ესაა კატასტროფა იმპერიისათვის და ძალიან კარგია ეს. და ტრაგედია პუტინისა და ეს ძალიან კარგია, ესაა პოლიტიკური მარტოობა პირისა, რომელიც უკვე რიხდა კარგული იმეორებს სიტყვებს გამარჯვება ბიედა. დიდება, სლავა, ისტორია, სამართლიანი საქმე და ასე შემდეგ და ასე, მაგრამ სიტყვები უკვე ფუჭია. იმიტომაც, რომ როცა წარმოთქვამ ამგვარ სიტყვას გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო ეს თქვა. და შენს უკან ტანკები აღარ დგანან, ეს აღარ არის დარწმუნება, ეს არის თვით დარწმუნება. და კიდევ, როდესაც ლაპარაკობ დიდება ეგესა, სიდებაზე. ხოლო შენს ქალაქებში დედები და ცოლები ვაჩვენეთ ეს კადრები ჩვენ გამოდიან აღლუმზე დაღუპული სამხედროების ნაცვლად. ისინი დაიღუპნენ სამხედროების ნაცვლად. მოდი ასე ვიტყვი, ეს უკვე ტრაგედიაა, რასაკვირველია იმ ქვეყნისა. და ეს ტრაგედია უკვე ვეღარ იმალება და ესაა ყველაზე დიდი მარცხი რუსეთისა, მარცხი, როცა პროპაგანდაც კი ვეღარ აჯერებს საკუთარ ხალხს. ანუ სისტემა უკვე გატეხილია, ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად. და ბოლოს მოკლედ მეცხადი არ ვიცი როდის გაფორმდება რუსეთის მარცხი, გაფორმება როდის მოხდება. მაგრამ ვიცი ერთი რამ, რუსეთი დღეს არ ჰგავს იმ იმპერიას, რომლის იმიტაციასაც ცდილობს, ის გავს ქვეყანას, რომელსაც ერიდებიან, რომელსაც არენდობიან, რომელსაც იზოლაციაში ამყოფებენ. რუსეთი კეთროვანი სახელმწიფოა. და ეს აღარაა მეტაფორა, ეს არის რეალური მდგომარეობა. ქვეყანა, რომელთან შეხებაც კი პრობლემაა, რომლის პარტნიორობაც რისკია, რომლის სიტყვას აღარაფერს ნიშნავს და სწორედ ეს 9 მაისი გახდა ამ ყველაფრის სიმბოლო. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. დღე, როცა უნდა ეზეიმად გამარჯვება, სისუსტის დემონსტრირებად იქცა. ეს დღე რუსების შიშის დემონსტრირების დღედ უნდა თქვა ასე გარდაიქმნა. და ბოლოს 1945 წლის 8 მაისი რჩება გამარჯვების დღედ. არის გამარჯვების დღე. 9 მაისი კი დარჩება როგორც მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ, აუცილებლად თუ გნებავთ ხმას, გადიოდა კადრები და ახალს გავა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ხო, იგრევას არა, ეს არის რეალურად AI-ის გაკეთებული კადრები, მივხვდით ალბათ, მაგრამ შეიძლება ასე მოხდეს, მეთქი თუ ვიტყვი და პუტინი ასე გაიქცეს და ეს არის ბოლო კადრი, ძალიან საინტერესოა, როგორ ჩაწვება ლენინის, როგორ შევა მავზოლეუმში და ლენინის სარკოფაგში როგორ ჩაწვებას. ნახავთ ეს კადრები. გადააგდო ლენინი, ჩაწვა თვითონ, მაგრამ ამანაც არ უშველა.
მოკლედ შეიძლება სახელმწიფომ შექმნას მითი და როგორ ანგრევს ამ მითს რეალობა და ანგრევს კიდეც და რაც უფრო ხმამაღლა ცდილობს კრემლი ამ დღის აღნიშვნას, მით უფრო აშკარა ხდება ერთი რამ. ეს არის იმპერიის ნელი, მაგრამ შეუქცევადი დაშლის ერთი ეპიზოდი. ზაზა ბიბილაშვილს